ვარ ნიკა კიკნაძე, 22 წლის, ქალაქ ბათუმიდან. 4 წლის წინ ჩავაბარე უნივერსიტეტში და ჩამოვედი თბილისში საცხოვრებლად, არტოხელა სტუდენტი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ჩემს ცხოვრებაში მუსიკას უჭირავს. მეორე ტურში რო გადავედი ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა. ვფიქრობ რომ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ შემდეგ ტურშიც გადავიდე და ჩემს მაქსიმუმს ვაჩვენებ მეორე ტურში უკვე. I paid my dues. I play out in a rocking band. Hey mama, just look at me. I'm on my way to the promised land. I'm on a highway to hell. Highway to hell. I'm on a highway to hell. ნიკას 4 სკამზე კი არა. მის გარეშე ფეხს არ გადავდგავდი ამ პროექტში საერთოდ ისე მომწონს და ისეთი მაგარია. 4 სკამი კი არა, არ ვიცი მე. არაჩვეულებრივი ხარ როგორც მომღერალი, რომელიც ამ ჟანრს აბსოლუტურად უხდება. და გიო რასიზა, ბევრი დაგიგროვდა ისე შენ ამ ჟანრისთან განსაკუთრებით და არ ვიცი რასიზა. მე ვთვლი რომ ნიკას ვოკალი არის წარღვდა, რომელსაც ვერანარი ნოეს კიდობანი წინ ვერ დაუდგება. თუმცა სასცენო მოძრაობა რა თქმა უნდა ძალიან დასახვეწია, იმ განსაკუთრებით აი დატრიალება ძალიან სარისკო იყო. მე რაღაც მომენტში შემეშინდა რომ შეიძლება სიმღერა ვეღარ დაგესრულებინა, აქ დაასრულებდი იქ შენ შესრულებას. მაგრამ ეს საბედნიეროდ ასე არ მოხდა. მე ცოტა შემეშინდა ტრიალი რომ დაიწყო და ვაიმე მეთქი და ის ზუსტად გაჩერდა. კარგი, ერთი პრობლემა მე რაც მაქვს ის არის რომ როკ შემსრულებლები მართლა ბევრნი არიან ზოგადად ამ კონკურსში, არა მხოლოდ ჩემს კატეგორიაში. მოვიდა გადაწყვეტილების დრო. თუ შეიძლება გითხარი, ნიკა პროექტში რჩება თუ მიდის? მე გული უნდა გაუტეხო იმ ადამიანებს, რომლებსაც ნიკას შესრულება არ მოეწოდა, დარწმუნებული ვარ, ასეთი ძალიან ცოტაა. ნიკა რა თქმა უნდა რჩება პროექტში. გილოცავ ნიკა, შენ ცოტა ხანი ჩვენთან დარჩები, რადგან შენი სკამზე დაჯდომა ნიშნავს იმას, რომ ერთ-ერთი უნდა წავიდეს სახლში, დატოვოს პროექტი. სკამებზე ხედან. Saba Chachua. Nisho Eliaba. Andri Khudushauri. და ლევან ყარდიაშვილი. რომელიც წავა გიორგი ამ 4-დან სახლში. ამ 4 კონკურსანტიდან სახლში წავა.
ერთადი წავა, რომელი? ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება მე მესმის, მაგრამ მე ვოკალის გენიოს სული პატარა გენიოსზე. საბა ჩიჩუა. საბამ დატოვა პროექტი